დავიწყოთ თუ თქვენთან ნახევარად. სალამი ბატონო გიორგი, სალამი მაყურებელო. ბატონო გიორგი, ჩვენს პირველს ვიდეოს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი მაყურებლისგან. ყველამ ძალიან დიდი მადლობა მითხრა, რომ თქვენ მოგიწვიეთ. ყველას ეს სიამოვნა ჩვენი საუბარი. და იმ დღეს ჩვენ ესე წაკვრით ერთ თემას შევეხეთ, რომელზედაც დღეს უნდა ვისაუბროთ. მთავარი თემა არის როგორი უნდა იყოს ეკლესიის სწორი პოზიცია აფხაზეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მაგრამ მანამდე ერთ სამ ძალიან მარტივ მოკლე კითხვას დავსვამ და მერე გადავიდეთ თემაზე. კეთილი. აი სტატუსი უწმინდესი და უნეტარესი. ეს სტატუსია თუ აი ეს უნეტარესი რას ნიშნავდა ილიას შემთხვევაში? ან რაღაცა ჩინია ეკლესიური? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა ყველა დადებითი გამოხმაურების ავტორს, ვინც მოისმინა და გვიყურა. მე შევეცადე რომ ყოფილიყავი როგორც ყოველთვის უწრფელი და ახლაც ვაპირებ რომ ვისაუბრო ყოველთვის ღიად გაცნულად და ზოგ შემთხვევაში ხისტადაც, იმიტომ რომ რეალობა არის საკმაოდ მძიმე და ობიექტური ანალიზი ყოველთვის მოითხოვს ერთგვარად ცოტა უფრო მეტ გამბედაობას და მკაფიოებას და კი და თეთრის და შავის ძალიან მკაფიოდ გარჩევას. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უნდა ითქვას, რომ ეს არ მიემართება ეს ტიტული და წოდება საკუთრივ პერსონალურად რომელიმე ადამიანს როგორც ასეთს. ეს არის ტახტის უშუალოდ საყდრის ხელმძღვანელის ტექნიკური, ფიქტიური და ფორმალური სტატუსი და არც ერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმთავითვე, რომ ამ ტახტზე მყოფი ადამიანი არის შინაგანად უნეტარესი და სულიერად უწმინდესი. ეს ამის ექვივალენტს არ წარმოადგენს პირდაპირ მნიშვნელობით. ეს ეკუთვნის მხოლოდ იმ საყდარს, ანუ იმ ტახტს, იმ სახელოს, იმ ინსტიტუციას. და ეს ვინ მიანიჭა ილიას ეს სიტყვები? თვითონ მიანიჭა თავის თავს ასე დაირქვა თუ ვიღაცა მიანიჭა ეს უნეტარესობა? უნდა ვთქვათ, რომ აქ უშუალოდ ილია მეორე არაფერს შუაშია, იმიტომ რომ ეს როგორც უკვე აღნიშნე, ეს არ არის პერსონალური ჯიბდო ვინმეს მიმართ. ეს არის კათოლიკოს პატრიარქობის თანამდებობისათვის განწესებული. ყველა კათოლიკოს პატრიარქი უნეტარესი იქნება შემდეგი. ნებისმიერი კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს უწმინდესად და უნეტარესად იწოდება, ხოლო სხვა მსოფლიო ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები, მაგალითად კონსტანტინოპოლის იწოდება ყოვლად უწმინდესად, მაგალითად მის უწმინდესობად იწოდება რომის პაპი, სხვა ადგილობრივი ეკლესიების ზოგი არის უნეტარესი, ზოგი უწმინდესი. ეს არ წარმოადგენს პიროვნების მიმართ ფეტიშის ნაყოფს, ეს არ გულისხმობს მაინც და მაინც ადამიანის მიმართ გადაჭარბებულ პიეტეტს. პირადად მე ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ზედმეტია ასეთი ტიტულები და წოდებები. მე ჩემი კერძო შეხედულებით შემიძლია ვთქვა, რომ უაღრესად გადაჭარბებულად მიმაჩნია ამგვარი აღმატებული პატივი ამა თუ იმ თუნდაც საყდარზე მყოფი პიროვნებისათვის, რადგან ჟღერადობა აქვს ცოტა გამომწვევი და ამბიციური. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა შინაარსობრივი მხარე უძღვება ამას უკან, მაშინ შესაძლოა ეს მივიღოთ ნორმალურად და აუცილებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ თანამედროვეობაში უკვე ერთგვარად ანაქრონიზმია. ანუ აი ასეთი ტიტულებით აი, როდესაც რუსეთიდან ილიას მომართავდნენ, ბოლო წლებში ვითომ ავიწყდებოდათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს თქმა მისი სტატუსის დასახელების დროს. ხო, ეს უნებრივია. ხო. ჩვენ უნდა მოდით პატარა მცირე ისტორიული ექსკურსი ჩავატაროთ, ხო? ბოდიში. მიკროფონს დახედეთ, აქვს თუ არა და ჩართულია თვითონ ის მწვანე ანათებს დაჭერილი გაქვთ? ანთია ხო მწვანე? კაი. განვაგრძოთ საუბარი? განვაგრძოთ, კი. კეთილი. ისტორიული ექსკურსი კარგი იქნებოდა, რომ გავიხსენოთ თუ როგორ ჩამოყალიბდა ჯერ საერთოდ სულაც აფხაზთა საკათალიკოსო, ეს მე-20 საუკუნეში დაარსდა და ცალკე ავტონომიური საკათალიკოსო იყო, შეიძლება ითქვას. შემდეგ უკვე, როდესაც ერთიანი საქართველო ყალიბდება,
პრაქტიკულად მე-11 საუკუნეში. მაშინ უკვე საერთო საქართველოს საპატრიარქოს შემადგენლობაში შემოდის აფხაზეთი. მაგრამ უკვე რამდენიმე საუკუნის მერე მე-15 საუკუნეში იმერეთის საკათალიკოსო ყალიბდება და მას ბიჭვინთაში აქვს კათედრა და უკვე მე-16 საუკუნიდან გელათში. და ასე გრძელდება პრაქტიკულად 1811 წლამდე, ვიდრე ავტოკეფალიის გაუქმებამდე. შეიძლება ითქვას, რომ მას თავისი ავტონომიურობა ყოველთვის გააჩნდა ეკლესიური თვალსაზრისით, მაგრამ მთლიანობაში მაინც უპირატესად განიხილავდა ცენტრს, ანუ მცხეთა თბილისის ავტოკეფალურ საყდარს, რომელთანაც მას ჰქონდა ბუნებრივი ალიანსი და ჰქონდა ევქარისტიული ვალდებულებები და კავშირი. მაგრამ მე უკვე როდესაც იმპერია რუსეთისა შემოდის და ანექსია ხდება, აფხაზთა სამთავრო და საერისთავო პრაქტიკულად უკვე შთანთქა რუსეთმა და ბოლოს 1850 წელს ჩამოაყალიბეს სოხუმის ეპარქია. როგორც ასეთი ოღონდ რა თქმა უნდა ეს არ იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის შემადგენლობაში ასე ცალკე აღებულად. მოსკოვის ხაზს მოყვებოდა პირდაპირ. დიახ, იმიტომ რომ უკვე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობა როგორც ცნება აღარ არსებობდა ბუნებაში იმდენ იქნა რუსეთმა, რომ 1811 წელს როცა იგი გააუქმა, მანამდე 1801 წელს მოხდა ანექსია, 10 წელი დაჭირდათ რომ ეკლესიური დამოუკიდებლობაც პრაქტიკულად გაეუქმებინათ, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თვლიდნენ, არ შეიძლება იმპერიაში იყოს რამდენიმე ავტოკეფალიური ეკლესია, რადგან გრძნობდნენ რა რომ საქართველოში ეკლესია ამავდროულად იყო ეროვნულ-კულტურული ფასეულობების, სულიერი ღირებულებების და პატრიოტიზმის ერთგვარი ტრიბუნა, შესაბამისად საფრთხის შემცველად მიაჩნდათ, რომ საქართველოს ეკლესია როგორც დამოუკიდებელი ერთეული იმგვარად არსებული იყო, რადგან ამით ისინი ვერ გაატარებდნენ გაავებულ კოლონიალისტურ, ექსპანსიურ, იმპერიალისტურ და ასიმილაციურ პოლიტიკას, რომელიც ემსახურებოდა პირდაპირ რუსიფიკაციას, ანუ გარუსებას, რაც გამოიხატებოდა მაგალითად სავალდებულო რუსული ენის მსახურებით, ლიტურგიკული, ასე ვთქვათ, ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გალობა იყო შეზღუდული ქართული ვიცით და ევგენი ბაჟონოვი იყო ესეთი ეგზარქოსი, რომელმაც აკრძალა მაგალითად ქართული გალობა. ეგზარქოსები პრაქტიკულად სულ 19 ეგზარქოსი ყავდა ჩვენ და მოვესწარეთ 6 იმპერატორს. და მათგან ამ ეგზარქოსთაგან სულ შეგვიძლია 2-3 პიროვნება დავასახელოთ, ვინც შედარებით უფრო ნორმალური, თავშეკავებული და კეთილშობილური განწყობის იყო და რაღაც გარკვეული მზრუნველობა ჰქონდა საქართველოს მიმართ. დანარჩენი მათგანი ერთმანეთს ეჯიბრებოდა თითოეული მათგანი, ვინ უფრო მეტ სარგებელს მიიღებდა მატერიალურს საქართველოსთან, რადგან ის საეკლესიო ატრიბუტიკა, ინვენტარი, გულისხმობა ის სიწმინდეებს, მაგალითად აი ხახულის ხატი ხო, რომელიც დაიკარგა თავის დროზე და კოლექციონერმა ბოდკინმა შეიძინა შემდეგ და ეს მე დაბრუნდა უკვე მოგვიანებით, მაგრამ იმ პერიოდისთვის კერძო კოლექციებში ძალიან ბევრი ქართული სიწმინდე განიბნია და დაიკარგა და გასხვისდა და აიტაცა რუსეთმა პრაქტიკულად ეს და ნუ ახლა ჩვენ ვიცით რომ ყავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საგანძურს მალავდნენ. სხვადასხვა ადგილებში ხო იყო ესეთი ნაზარი ლიჟავა, მიტროპოლიტი, არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც საფის ჩხირის ტყეში დახვრიტეს და ეს იყო 25 წელი, თუ არ ვცდები, 1925 წელი და მან იმდენი მოახერხა, რომ გადამალა ნახევარი განსაცავში ქართული სიწმინდეებისა და იყო ასეთი ბევრი სხვა საეკლესიო მოღვაწეც, დიახ. რაც შეეხება ოკუპაციის საკითხს, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს ეკლესიას, ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ჯერ კიდე ერთი კითხვა მაქვს. აი ახლა აი ამ სტატუსს კი არა და აი ამ ერარქიას, როდესაც თბილისში მჯდომ პატრიარქს ასევე ცხუმის და ისიც მოყვება. ეს ახლა ჩვეულებრივად გადაეცემა შიოსაც და ამას ამტკიცებს, ამას მსოფლიო პატრიარქი ასე ვთქვათ ადებს ხო მას აღიარებას, რომ კი აფხაზეთიც და ისიც ამას უნდა მოყვებოდეს და თბილისის პატრიარქს უნდა ერქვას ეს ყველაფერი. მსოფლიო პატრიარქის იმაშია ეს ასე ვთქვათ კომპეტენციაში, რომ ეს ასე დაამტკიცოს?
იცით როგორ არის ახლა 2010 წელს საქართველოს ეკლესიის სინოდმა განიხილა ეს საკითხი. ხუანხაზეთის ეპარქია ცალკე არსებობდა, ის რა თქმა უნდა იურიდიულად საქართველოს საეკლესიო საზღვრებშია მოქცეული და ამაზე არავინ არ დაობდა. მით უფრო მას შემდეგ, რაც ავტოკეფალი 1990 წელს ჩვენ პრაქტიკულად აღვიდგინეთ. შემდგომში, როდესაც გარკვეული საშიშროება გაჩნდა იქ სეპარატიზმის კიდევ უფრო გაღვივებისა და მტული რიტორიკის მომწიფებისა, მიიღო ეკლესიამ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ტიტული პატრიარქს თავადვე აეღო საკუთარ დასახელებაში ხუმაფხაზეთისა და ემატა მცხეთა თბილისისას. ამავდროულად. ესე იგი, პატრიარქის ტიტულებში ზოგადად აწილიც იქნება პატრიარქი, ყველა იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ხუანხაზეთის მიტროპოლიტი. აფხაზეთში ნუ რამდენიმე კათედრა არის: სხუმის, ბიჭვინთის, ტრანდის, მოქვის, ბედის, ილორის, ახალი ათონის. ეს ყველა კათედრები, რა თქმა უნდა, ეკუთვნის იურიდიულად და ეს ეჭვგარეშეა და ამას ყველა აღიარებს პრაქტიკულად გარდა რუსეთისა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სახელმწიფო. ანუ ეს შეიძლება ითქვას, რომ სტავროფიგიალური სტატუსი აქვს, ანუ პირდაპირი პატრონაჟი აქვს მათზე კათოლიკოს პატრიარქს, გარდა იმისა, რომ მისი ეპარქია სახელმწიფო ეს ჩამოთვლილი დიდი კათედრალები, რომლებიც მე დავასახელი ისტორიული წარმომავლობისა აფხაზეთში, რომელიც არის განფენილი, მას ექვემდებარებიან. მაგრამ ეს დე-იურე გასეა, თუმცა დე-ფაქტო ხედავთ, რომ განსხვავებული მოცემულობაა, ხო? დოროთე ბარი არსებობს კიდევ რაღაც სეპარატისტული ჯგუფი, არსებობს 15-მდე სასულიერო პირი, რამდენიმე ეპისკოპოსი, რომელიც უშუალოდ მოსკოვის საპატრიარქოსგან დოროთეა ის, რომელიც ასე ვთქვათ პროქართულია, ხო? უფრო ყველაზე მეტად იქ. არა. უნდა ითქვას, რომ არც ერთი არ არის სინამდვილეში პროქართული. არც ერთი არ არის, ხო. იმგვარად იპოზიციონიროს, რომ კონსტანტინოპოლთან სურს რაღაც ურთიერთობების მოწესრიგება და უნდა რომ ისტორიულად, რადგან აფხაზეთში არსებობდა ცალკე ავტონომია და საკათალიკოსო, ერთგვარი ავტოკეფალია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის მოიპოვოს, მაგრამ რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლის არ გადახედავს ამ საკითხს არასდროს, ან განხილვას ეს საკითხი არ ექვემდებარება არც ახლა და არც მომავლის პერსპექტივაში. ამიტომ იქ ყოველთვის იქნება ასეთი სეპარატისტული, ასეთი მარგინალური განწყობები და ყოველთვის არა, დეოკუპაციამდე. თულად ყოველთვის ხო. ხო, იქამდე ვიდრე საქართველოს სანამ ოკუპირებული. არ აღიდგენს იქ ოფიციალურად როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია. მაგრამ თვითონ დეოკუპაციის საკითხი არის ეკლესიის მხრიდან განსახორციელებლად საკმაოდ რთული, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ხელისუფლება არ აყენებს ამ საკითხს დღის წესრიგში აქტიურად. ის რუსეთთან არის პრაქტიკულად სერვილისტურ მონობრივ განწყობაში და ეკლესიაც ვიცით, რომ აფილირებულია და პრაქტიკულად საეგზარქოსოა დღევანდელი საქართველოს ეკლესია და ეს დიდი ხნის მემკვიდრეობა რუსეთისგან. ამიტომ ეკლესიამ რომ აირჩიოს ეს გზა დეოკუპაციის რიტორიკის, მაშინ ის უნდა წავიდეს მსხვერპლზე. ის უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლებას ადგილობრივს, უნდა დაუპირისპირდეს მოსკოვის საპატრიარქოს, უნდა დაუპირისპირდეს კრემლს. მაგრამ სინდისთან და ქრისტეს წინაშე უნდა იყოს მართალი. ცხადია, ეს გააკეთა მაგალითად კირიონ მეორემ, ეს გააკეთა ამბროსი ხელაიამ, ეს გააკეთა არ უნდა დაუკარგოთ ლეონიდე ოქროპირიძესაც, რომელიც კათოლიკოს პატრიარქი იყო 1921 წლებში. მასაც საკმაოდ რთული მიმოწერები ჰქონდა მაშინდელ პატრიარქ ტიხონთან, რომელმაც პრაქტიკულად საქართველოს ეკლესია ანათემას გადასცა და ტიხონის შემდეგ რუსეთის ეკლესიამ წმინდანად შეერწყა ცნობისათვის, რომელმაც საქართველოს ეკლესია დაწყებულა და ქართველი მრევლი. ესეთი პარადოქსული მდგომარეობა. ამიტომ მე ნაკლებად ველი იმას, რომ ჩვენი ეკლესია ამ მიმართულებით იაქტიურებს, იმიტომ რომ ის ვერ წავა საკუთარი თავის წინააღმდეგ. საკუთარ ბატონებს ვერ დაუპირისპირდება. ვერ გაიღებს მსხვერპლს. ის კი არა, აგერ ლამისა ავტომობილებით საქართველოში შევიდნენ, ხო? მღვდელმთავრობაში ხედავთ, როგორი გაჭგიმულები, როგორი ამბიციურები და საკუთად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამდე. ხო, ამათ რამ მსხვერპლის გაღება უნდა მოვთხოვოთ ჩვენ.
რომელსაც ელემენტარულად არც რწმენა, არც საკუთარი სამშობლოს სიყვარული. ერთადერთი ინტერესი მათი არის თონებრივი გადანაწილება და გავლენის სფეროები. და აი ამ დაგროვილი კაპიტალის შენარჩუნება. ამიტომ მე ვარ ძალიან პესიმისტურად და სკეპტიკურად განწყობილი ეკლესიის როლის თვალსაზრისით დეოკუპაციის საქმეში. თუმცა ცალკე აღებული სასულიერო პირები შეიძლება არსებობდნენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას მიტროპოლიტი პეტრე ცავა, რომელიც მუდმივად ამ საკითხს აღწერებდა, რომ საქართველოს ეკლესია ყოფილიყო პრინციპული რუსეთთან მიმართებით, რომ აფხაზეთის საკითხზე ყოფილიყო ძალიან მწვავე რეაგირება და საპროტესტო ნოტა უნდა გაგვეგზავნა. ის კი არა, ჩვენი ევქარისტიული კავშირის გაწყვეტილი უნდა გქონდეს რუსეთთან იმ მოცემულობის მიხედვით, რასაც რუსეთი კადრობს და როგორადაც ის ჩვენს ტერიტორიულ საეკლესიო მთლიანობას არღვევს და ანტიკანონიკურად მოქმედებს. ის იმსახურებს ჩვენგან ბუნებრივია თუნდაც ანათემირებას, თუნდაც როგორც მინიმუმ დროებით მაინც ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას, მაგრამ ამის მზაობა, ამის სულისკვეთება და ამის განწყობა უბრალოდ პოტენციაში არ გააჩნია დღევანდელ მთავართა საბჭოს, ანუ სინოდს, რადგან უმეტესობა მათგანიც სრული შემადგენლობა არა რუსეთის მხრიდან იმართება და კომპრომიტირებულია და იქიდან ფინანსდება და შესაბამისად ზოგი მენტალურად სოფხედველობრივად სასარგებლო იდიოტის როლშია, ზოგი გავლენის აგენტია, ზოგი პირდაპირ ემისა. ამიტომ არ უნდა მოველოდეთ საუბედუროდ ეკლესია მხოლოდ დესტრუქციულ როლს თუ შეასრულებს ახლა. და ასეც იქცევა ხო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალის არაღიარებით თუნდაც. ამიტომ ილუზია ის რომ ჩვენ იმედით შევხედოთ ეკლესიას, რომელიც ხშირად აღწერებენ, რომ აი ქართული სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის გარშემო ილია მეორემ თითქოს და მოწამეობრივი ღვაწლი გაწია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, დამოუკიდებლობის მოპოვებისას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ქიმერული, აბსოლუტურად დაუდასტურებელი და სინამდვილეში სრულად ანტინომიური არის რეალობა და მოცემულობა, იმიტომ რომ მას არათუ როლი მიუძღოდა. ის დისიდენტებს და ეროვნულ მოღვაწეებს ჯერ თავიდან იკრებდა თავისთან, მათგან ინფორმაციები მიიღო და შემდეგ ეს ინფორმაციები როგორც ჩანს უნდა გადამუშავებულიყო და დაშუშად მუშაობდა. დიახ, მოსკოვს მიწოდებოდა და ყველა ვინც კი იქ იკრიბებოდა, ზოგი ან ეგრეთ წოდებული ვერბოლკით გადაიბირეს, ან მოკლეს, ან სამშობლოდან გააქციეს. ამიტომ სად ჩანს ის, რომ ილია მეორე ხალხის გვერდით იყო სახელმწიფო ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. ეს უტოპიური, აბსოლუტურად არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ხოტბა ქათინაურებია მის მიმართ. მე რაღაცნაირად ცივი მოწვეული არ ვიყო და თავი შევიკავო, მაგრამ რეალობა არის ძალიან მძიმე და ამიტომ არ შეიძლება ის მოჩლექით საუბარი ისტორიის გაყალბება და ყალბი გმირების განდიდება, მით უფრო როდესაც ისინი სახელმწიფო დამნაშავეებს ეროვნულ გმირებს უწოდებდნენ, მაგალითად მარშალთა კორპუსის ხელმძღვანელ ჯაბა იოსელიანს, რომელიც პირდაპირ მოსკოვმა ჩამოგვიყვანა, ხო? რომლის მეშვეობითაც იგივე შევარდნაძე ჩამოვიდა, მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, დაამხეს ლეგიტიმური მთავრობა და პრეზიდენტი, დევნეს ტყეღრე და ხიბულაში, შემდეგ მოკლეს, მერე დააბრალეს თვითმკვლელობა და ასე მიიტაცეს ქართული ხელისუფლების ძალაუფლება და სამეგრელოში მოროდიორობდნენ, აუპატიურებდნენ ხალხს, ხოცავდნენ, აზრებს იყენებდნენ ტყვია-წამლის შესანახად და ასეთი უამრავი ფაქტი იყო საქართველოში და ეკლესია ამ ავანგარდში მონაწილეობდა. აი ამ ბინძურ, აი ამ ანტისახელმწიფოებრივ, აი ამ ძირის გამომთხრელ საქმიანობაში, რომელიც ტრის ქულზე ასხავდა წყალს. არათუ უნებლიე და არამედ შემოვა. ისინი ამისით იყვნენ საქართველოში. უნებლიე და არა, ეს კოლაბორაციაა. კოლაბორაციონიზმია, ცხადია. აი რას ამბობს ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ ინტერვიუში თორთოდი ამერიკის ხმასთან, რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ცდება, როდესაც ბანდფორმირებებს უწოდებს ოპოზიციას. ის ამით ხავერდოვნად ცდილობს, რომ ლეგიტიმაცია შეძინოს დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და კრიმინალურ სინდიკატებს, რომლებიც მომართული იყვნენ ქართული სახელმწიფოებრიობის გრევისაკენ. გესმით და ამათ მხარი გაუმაგრა ილია მეორე. და როდესაც თხოვდა ზვიად გამსახურდია, რომ ეკლესიის წარმომადგენლობა იერარქია შუაში დამდგარიყო
ეს კონფლიქტი, ეს კონფრონტაცია და ანტაგონიზმი და ეს ურთიერთდაპირისპირება, რომელიც წარმოიშვა შემდეგ დაეცხოთ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ეღოს შუამავლობის თვალსაზრისით იერარქიას და მათ შორის კათოლიკოს პატრიარქს, მაგრამ მოიმიზეზა, რომ ის ავად იყო და გაციებული იყო და ვერ ჩაერეოდა აი ამ პროცესებში, გესმით? და ჩვენ გვახსოვს, რომ კულინარია, მაშოვთა კორპუსი, მგლები, რაღაც ეს დაჯგუფებები ბოროტ მოქმედთა, როგორ დათარეშობდნენ ქვეყანაში, მათ შორის ხედრიონი ამავდროულად, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და ეკლესია ამას ხელს უწყობდა. გესმით? არათუ ეწინააღმდეგებოდა. პირიქით დაინტერესებული იყო იმით, რომ კრემლის პოლიტიკის დომინანტობის ხელშეწყობი ინსტრუმენტი ყოფილიყო თავად და ასეც მოხდა. ამიტომ ისტორია პირველთმული მსაჯულია და ამის აუცილებლად მომავალში საზოგადოებრივ სამსჯავროზე. როდესაც მოსკოვმა კიტოვანი გაგზავნა აფხაზეთში ომის დასაწყებად, არც მან ჰქონდა ეკლესიას არანაირი სწორი პოზიცია და პირიქით აკურთხა კიდევაც ლამ. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ უნდა ითქვას, რომ თავად ეს ფიგურანტები და აქტორები, ვინც იყვნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა მოღალატე, იგივე კიტოვანი და სხვა დანარჩენი, უმეტესობა მათგანი, რა თქმა უნდა, ისინი მხოლოდ ზვიად გამსახურდიაც კი არ ღალატობდნენ, ზვიადის ზურგში განებით მათ სამშობლო განაგეს სინამდვილეში. და პირადი კეთილდღეობა არჩიეს საერთო საზოგადოებრივ სიკეთეს და მას მერეც ჩვენ იარები ჯერ კიდევ ვერ მოვიშუშეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამას არ მივეცით პოლიტიკური და მორალური შეფასება სამართლებრივად. არ იმსჯელა საქართველოს პარლამენტმა არც ერთხელ ამ საკითხს. არ მივიღეთ არც ლუსტრაციის კანონი და ის ადამიანები ბევრი ახლა გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, საკმაოდ თბილი სიბერი ზოგიერთი მათგანი, ხო? მაგრამ მინიმუმ იმსახურებს მომავალი თაობა და ის ნატანჯი ადამიანები, ვინც თავისი ცრემლის სხლი და უფლით ჩაღრმავდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენებლობის გზაზე და მინიმუმ ზვიად გამსახურდია და ვერ აპროსტავა ნამდვილად ღირსნი არიან იმისა, რომ ჩვენ ამ საკითხს ობიექტურად, სწორად დავარქვათ თავისი სახელი, რასაც დეოკუპაციის ხუთპუნქტიან პოლიტიკაში ერთ-ერთი პუნქტი არის აუცილებლად კოლაბორაციის და ლუსტრაციის კანონი, რომლითაც უნდა გასამართლდეთ ჯერ კიდე 70-იანებიდან და 60-იანებიდან მოყოლებ. თუ უფრო ადრე არის. და თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ იქ აღმოაჩენთ ძალიან ბევრ მაღალ იერარქს და სასულიერო პირს, რომლებიც პრაქტიკულად იყვნენ რეზიდენტები და ემისრები კრემლისა, რომელთაც ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ვერბოვკა საბჭოთა სტუკის მიერ, ანუ კგბ-ს ერთ-ერთი ქვენავიწყების მხრიდან, დღეს მას FSB ქვია, მაგრამ ფუნქციონალურად იგივეა და თავისი დანიშნულებით და ჩვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ საქართველო არ გათავისუფლება. საქართველოს ეკლესიაც ფიქტიურად არსებობს, როგორც ავტოკეფალური ერთეული. ბოლო სასამართლოს ბაჩო ახლა იასახა ისე თავიდან აქვს სასამართლოები, ერთი უკვე დახურულია და მეორე ახალი, რომელიც დაიწყეს ბოლო, ის ჯერ კიდე გახსნილი იყო და იქ თქვა სიტყვით გამოსვლა რო ქონდა, რომ მიშა დღეს იმიტომ მზის ციხეში, რომ ჩვენ თავის დროზე არ გავასამართლეთ ზვიადის მოღალატეები და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ეს აუცილებლად გასაკეთებელია მომავალში, თუ გვინდა რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც ქვია საბჭოთა კავშირი და რუსეთი. გვიან ვიდრე არასდროს კარგი ასეთი თვითაღიარება ზოგადად მართლაც ისე მოხდა, რომ შემდეგში შევარდნაძის ხელისუფლების მემკვიდრეობა იყო ნაციონალური მოძრაობაც, ხო, პრაქტიკულად ის კოლექტივის ახალგაზრდები ზოგიერთი მათგანი იმ პერიოდში ზოგმა არ იცოდა და ისე დაუკავშირა თავის თავი პოლიტიკურ ცხოვრებას, სხვა არჩევანი არც იყო და ასეთი იყო მოცემულობა და ამით ის ზოგადად კადრების დეფიციტი ყოველთვის არის საქართველოში და აქედან გამომდინარე ძალიან დიახ, ეს პრობლემა არის და ამიტომ მართალია კი უნდა გამოგვეძიებინა ეს საკითხი, უნდა სამართლებრივი მსვლელობა მიგვეცა და მინიმუმ სიმბოლურად მაინც პირობითი სასჯელები დაგვიკისრებინა. მე არ ვამბობ ახლა იმას, რომ მაგალითად 80 წლის კიტოვანი ჩაგვისვა ციხეში.
შეიძლება არ ჩაგვისვას ციხეში, მაგრამ არა, სტატუსი უნდა მიგვეცა მისთვის. სტატუსი უნდა მიგვეცა ის იყოს სამშობლოს მოღალატე და პირობითი სასჯელი უნდა ქონოდა. უბრალოდ შეიძლება არ აღსრულებული იყოს სხვა იმგვარად, რომ თავისუფლება აღუკვეთა მის. ისე ძალიან საშინლად და ისე ძალიან ცუდად მოკდა კი არა და ჩაძაღდა რუსეთში, რომ აი ზუსტად როგორც იმსახურებდა ისე, მაგრამ სტატუსი რო არ წაიღო თან, ეს ნამდვილად არ არის. დიახ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ჩვენ გვინდა რომ მართლაც აი დემოკრატიული, წარმატებული, სამართლებრივი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ, ჯერ კიდევ ფორმირების გზაზე ვართ. ხო, ახლა უკან მივდივართ. ისეთი აღმასვლის დინამიკა გვაქვს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. არათუ პროგრესირებთ და წინსვლა და განვითარება გვაქვს, ხო? პირიქით. მაგრამ თუ გვინდა რომ მოდესმე რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ, აუცილებელია წარსულის სწორად შეფასება. იქიდან სწორი დასკვნების, განსაღი ანალიზური მსჯელობით გაკვეთილის მიღება და შემდგომში ამ შეცდომების არ გამეორების პრეცედენტს ეს უკვე წარმოიშვებს. იმიტომ რომ როდესაც ესეთი მუდმივი დაუსჯელობაა, როდესაც დეზორიენტირებულია საზოგადოება, როდესაც არაფერს არ მიეცა არც მორალური, არც სამართლებრივი შეფასება და უბრალოდ რეალისტების ჯგუფი დარჩა, რომელიც შეიძლება ამაზე გულწრფელად წუხს და ისინიც უკვე პრაქტიკულად დაიღალნენ. ხო, მუდმივად ერთ რეგიონ თემაზე საუბრობთ და შეიძლება თავადაც უკვე რეალობის შეგრძნებას დაკარგეს. იმდენად დიდ კიბილს ატარებენ და იმდენად ტრაგიკული და დრამატულია მათ ცხოვრება. ამდენად ჩვენ ერთი რომ მათ მიმართ სოლიდარული უნდა ვიყოთ და პატივისცემი და სიყვარულით, მაგრამ მეორე მხრივ რეალობა ის არის, რომ რა თქმა უნდა, ახლა ის ხელისუფლება ვეღარ აღდგება სამართლებრივად, იმიტომ რომ ისინი არ ფიზიკურადაც აღარ არსებობენ, ხო, სულ რამდენიმე დარჩა. აი ახლა იყო მცდელობა შარშან რაღაცა ნოემბერში თუ ოქტომბერში რაღაცა შეხვედრები ქონდათ და ეს შეხვედრები ძალიან ისე დაიწყო საეჭვოდ ბილტმორში ქონდათ ყოველი შეხვედრა და ბილტმორი ძალიან ძვირიანი სასტუმროა და მე რომ ვეკითხებოდი ფული საიდან მოდის მეთქი იმისთვის რომ თქვენ ბილტმორში აკეთოთ თქვენი სხდომები და იქიდან გვამცნოთ რომ აღიდგინეთ თქვენი ხელისუფლება მე აღმოჩნდა რომ ეს რუსეთიდან ფინანსდება და რუსული ფულით რაც დაი ჩემთვის თავიდანვე აბსოლუტურად გასაგები იყო ზოგს ახლა ეჭვეპარებოდა და მე დარწმუნდა მაგრამ თან დაიშალა ეს ერთობა ახლა უკვე რამოდენიმე თვეში და ეს მცდელობა მე სულ ამას ვამბობ რომ მე ძალიან მიყვარს ზვიად გამსახურდია მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ მის თავდადებას და იმ მარტვილობას რომელიც მისი მხრიდან მსხვერპლად საკუთარი თავის მიტანაში გამოიხატა სამშობლოსა და რაჯოზე მაგრამ მეორე მხრივ ანუ ამ საზოგადოებას რომელიც მისი სახელით აპელირებს და პოზიციონირებს ყველას და თითოეულ მათგანს ვერ ვენდობი იმიტომ რომ ზოგიერთი არის გულწრფელი ზოგი ანგაჟირებული ზოგი პოლიტიკურად მოტივირებული ზოგი გარეშე მტრის სამსახურში მყოფი მოღალატე თავადაც ვერ ჩამოყალიბებულა ვინ არის რა უნდა რა სურთ და ვინ ვისენდობა იმდენი აგენტი გამოვლინდა მათში ამიტომ ის ამბიცია რომელიც აქვს რომ ახლა აღდგეს რაღაც მათ საწყისებზე სტატუს კო ხელისუფლების რომელიც მაშინ არ შეულიყო ეს ფიზიკურად უკვე შეუძლებელია სამწუხაროდ და მეორე მხრივ კიდევ მორალური საფუძველიც უკვე ეცლებათ რადგან თავად ვერ გარკვეულან და თავად უჭირთ ერთმანეთის ნდობა ლეგიტიმაციას რომ მიიღო ხო ამომრჩეველი დღეს უნდა გყავდა შენ ვერ მიიღებ ლეგიტიმაციას 30 წლის წინანდელი ამომრჩეველი და დღეს ამომრჩეველი აღარ გყავდა უნებრივი ახალი თაობა ანუ აბსოლუტურად არანაირი სიმპათიით და ინტერესით მათ მიმართ არ არის. ხო, ანუ ადეკვატურობის პრობლემაც არის ცოტა ზოგიერთ მათგანში და შესაბამისად ხო. ეს უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ არის ძალიან მტკივნეული საკითხი და ჩვენ მათ კი არ უნდა დავცინოთ, კი არ უნდა გავეშავშოთ. ცხადია, არამედ უნდა ვიყოთ თანაგრძნობით, მაგრამ უნდა გამომართოთ და აუხსნათ, რომ დღევანდელი რეალობა უკვე მათთვის პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით დასრულებულია. სამწუხაროდ. თავისუფლების ვეტერანების სახელი ვუწოდოთ და ამით ვცეთ პატივი, იმიტომ რომ მათ მოგვიტანეს თავის დროზე თავისუფლება. უნებრივია და რა თქმა უნდა მადლიერი ვართ ამისათვის და ისტორია შეაფასებს მათ ღვაწლს, მათ ამაც და დამსახურებას. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ დეოკუპაციის საკითხში ჩვენ საზოგადოებრივი ერთიანობა არ გვაქვს. ნახეთ, ჩვენ თქვით, აი წინა შეხვედრაზეც გავაჭრეთ, რომ არ არსებობს იდეა, რომლის გარშემოც
ქართველი ერი არის აბსოლუტურად თითოეული მათგანი განუჩვევად მე ვცდილობ, რომ ჩემი YouTube-ით დეოკუპაციის იდეის გარშემო შევკრიბო ხალხი, იმიტომ რომ აფხაზეთზე ძალიან ბევრ სისულელეს ლაპარაკობენ, ხან ბოდიშის მოხდას, ხან შერიგებას, ხან აფხაზეთთან ისე უნდა ვიერთოთ ლამის როგორც სახელმწიფოსგან, ხან ფედერაცია, ხან კონფედერაცია, ხან რაღაცა და ყველაფერი არასწორია დეოკუპაციის გარდა. მარტო დეოკუპაციაა სწორი. და აი ამიტომ არსებობს ჩემი YouTube-ი. როგორც ასე. სახელმწოდებაა და იდეაც თავისთავად ის რაც ჩამოთვალეთ რომ კონფედერაცია, ფედერაცია თუ ცალკე დამოუკიდებლობა აფხაზეთისა, ეს რა თქმა უნდა თავისთავად მიუღებელია და მეც ვფიქრობ რომ ერთადერთი გზა უნდა იყოს და მიზანი და კრედო ჩვენი სახელმწიფოებრივი დეოკუპაცია. ყველა ასპექტით ეს ასეა. მაგრამ ეხლა რაშია საქმე? დავაკვირდეთ, ნახეთ, თითქოს ნებისმიერ ნომინალურ ქართველს რომ გკითხოთ თქვენ, იქნება ის მუსლიმი, მართლმადიდებელი, პროტესტანტი, კათოლიკე თუ ათეისტი, კახელი თუ მეგრელი თუ იმერელი პირობისად, ხო? ყველა კითხვის რომ რა თქმა უნდა აფხაზეთი არის ქართული მიწა, აფხაზეთი უნდა დაბრუნდეს. მაგრამ აი ზუსტად რა ფორმით, რა გზით და რა სტატუსით საუბედუროდ ამაში ერთიანი არ არის. ყველაზე სწორი ფორმაა დეოკუპაცია, ყველაზე სწორი. თუ გინდა რომ შემოიფიქროს ეს მიწა რომ კონფლიქტი შემდეგ ისევ არ განახილდეს, ხო? ხო და მაგრამ მეორე მხრივ აი საუბედუროდ საზოგადოება არ არის მოციფული ამის გარშემო და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ ეკლესიის ინდიფერენტულობას და პასიურობას და სახელმწიფოს აი ესეთ მავნებლურ პოლიტიკას, როცა კი ბოლო აკორდი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაჟღერებული ის სისაძაგლე და უთანმოყვარეობა და უპატივცემულობა, რომელიც მან გამოავლინა, როცა კი განაცხადა, რომ ესე იგი ჩვენ ბოდიში გვაქვს თითქოს მოსახლე აფხაზეთთან და ოსეთთან. 14 აგვისტოს ააჭრელეს მთელი ქალაქი წარწერებით, რომ აფხაზებს ბოდიშიო. აი ჩემს სახლთანაც ასეთი წარწერა იყო გადავირიერო. ამ დროს იცნოცმენდა და გენოციდით მოხდა ჩვენი და თავად გაბრიყდნენ აფხაზები და დაუჯერეს იმ რუსულ ანტიქართულ პროპაგანდას და მოგვიძულეს მაშინ, როდესაც ჰარმონიზებულად ცხოვრობდით ახლა იქ რა თქმა უნდა ადამიანურ დონეზე ყველგან არის კონფლიქტები, ხო? მათ შორის ახლა საფრანგეთში ჩემს მეზობლად ზოგი ფრანგია, ზოგი ალჟირელი, ვიღაც ერთმანეთში იკამათებს, მაგრამ ეს ეთნიკურ კონფლიქტად მოანათლო და სახელმწიფო ამით დაინტერესდა, ხო? აბსურდია ეს. თუ რაღაცა მავნებლური ზრახვა არის, რუსეთი ამით იყო დაინტერესებული, ამ მიკრო კონფლიქტებს იკვლევდა. ქმნიდა. არა, რუსეთი კი არ აღვივებდა ამას, რუსეთი ამას ქმნიდა. და ბოლოს ვერ შექმნა, ანუ 100 წელიწადზე მეტი იწვალა იმისთვის, რომ ეს სეპარატიზმი აი რაღაცნაირად ძლიერად ჩამოეყო, ვერ ჩამოაყალიბა და იმიტომ მოუწია მერე კიტოვანს ომის დაწყება. ანუ სეპარატიზმი რეალური რო ყოფილიყო და ჩამოყალიბებული, ამ ომს დაიწყებდა არძიმბა მაშინ. ხო, არძიმბით ხო ვერ დაიწყეს ომი რუსებმა, დაიწყეს კიტოვანით. იგივე იყო 2008 წელს ცხინვალიდან რო წამოვიდა, ბაღებში იყო მაშინ ვითომ პრეზიდენტი აფხაზეთში. რუსეთს უნდოდა აფხაზეთიდან და ბაღებშმა უარი უთხრა, არაო, შენ ამას ჩემი ტერიტორიიდან და ჩემი სახელით ვერ გააკეთებო და ბაღებში მოკლეს მერე ამის გამო. და ცხინვალიდან შემოვიდნენ. ანუ მთლად ისეც არ არის საქმე ახლა წყალწაღებულად როგორც ჩვენ გონია და ძალიან მე ვისაც ველაპარაკები, მე აფხაზეთში ხშირად დავდივარ. გადაპარვით ენგურზე ვიპარები, ვისაც ველაპარაკები, ყველას ერთი სული აქვს, რომ ჩვენ დეოკუპაციას როდის დავიწყებთ. იმიტომ რომ გადაგვარება, გადაჯიშება, სრული გარუსება, რომ 30 წელი სრულ რუსეთში რო არიან, ამას ჩვენზე უფრო უარესად განიცდიან, ამისგან ჩვენზე უარესად იტანჯებიან, ჩვენზე მეტად ეზიზღებათ რუსეთი და რუსები და ერთი სული აქვს, ჩვენ ამას როდის ვიზამთ. და აი ეს ეკლესიას რო კონდეს, საერთოდ ილია მეორეს ქონდა რამე კავშირები აფხაზეთში საეკლესიო პირებთან. ეს ეცოდინებოდა და ამაზე გაბედულად ილაპარაკებდა, ან ოდნავ მაინც ილაპარაკებდა, რომ აი რაღაცა კავშირები მაინც ქონოდა ვინმესთან. რიადვისთანაც ეს არის ბესარიონ აპლია, ხო, რომელიც იგივე სეპარატისტულად პოზიციონირებს იქ და გარკვეულად კონსტანტინოპოლს უნდა მიუერთდეს თუ რუსეთს ვერ ჩამოყალიბებულა. საქართველოს ეკლესიის ხელდასმით იყო ის თავის დროზე და პრაქტიკულად მასთან ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს რაღაცა გარკვეული კომუნიკაცია და კავშირი, ის რამდენჯერმე თბილისშიც იმყოფებოდა.
და შეხვდა ილიამოვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა როდესაც ორი ერთი უწყების წარმომადგენელი ხდება ერთმანეთს საერთო ბატონის უღელქვეშ, იქ რა სახელმწიფოებრივი ინტერესი უნდა გატარდეს, ხო? გულისხმობ ილიამოვის დააპლიას, ანუ მათ რა უნდა მოითათვი, რომ ისეთი რაც საქართველოს სახელმწიფოებრივისთვის იქნებოდა შესარგი და საინტერესო და გამოსადეგი. ამიტომ მე თუ უფლებას მომცემ, ახლა რაღაცა პატარა ისტორიას მოვყვები დოროთეზე. და მე ანუ მის ქმედებაში რაღაცა ეშმაკურობას ვხედავ და ამ ეშმაკურობასაც გავაჟღერებ, რაში ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ ისტორიკოს უნივერსიტეტში, იქ აფხაზეთის უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტში ქონდა სადოქტოროს დაცვა. და ბევრი ხალხი იყო მოწვეული, სტუდენტებიც და ამ სტუდენტებშიც რატომღაც აღმოჩნდა დოროთე და ისეთი რაღაცები ილაპარაკა და ამ სადოქტოროში ისეთი თემები ქონდა გაჟღერებული, რომ უცებ ჩათვალეს, რომ ძალიან პროქართველია და ლამის პამიდორები დაიწყეს იქ სროლა პამიდორების, რომ რას ქვია შენ ამას როგორ ბედავო, ამდენი ქართულობაო და ისაო და ესაო და ამ დროს დარბაზში ამდგარა დოროთე და უკითხავს საზოგადოებას, თქვენ იცითო ესეთი ელისო ჯანაშია იუთუბერი არსებობს, YouTube-ზეო თუ გინახიათო მისი ვიდეოები და დარბაზში უთქვამთ, რომ ეს ჯერ კიდე 1-3 წლის წინ იყო თუ 4 წლის წინ ადრე. არაო, მაშინ ძალიან ცოტა ვიდეო მქონდა. არაო, არ ვიცითო, უთქვამს აუდიტორიას. აიო, ყველას გეუბნებითო, რომ გამოიწერეთო ეს არხი და უყურეთო. და მე ამ ვინც იცავდა ამ სადოქტოროს, ეს ელისო ჯანაშია შენ ხარო, ანუ მე არ ვიცოდიო, რომ შენ ასე დამთავრდა. მე კიდე აფხაზეთში თუ გინდა რომ გქონდეს იმის საშუალება რომ საერთოდ რაღაცა ილაპარაკო საზოგადოებაში აუცილებლად უნდა იეშმაკო შენ არა გაქვს იმის უფლება რომ თქვა რომ ანტირუსი ხარ თორემ მოკლავენ ამიტომ ზოგი პოლიტიკოსი მაგალითად როდესაც ვერ ამბობს რომ ანტირუსია ამბობს ასეთ რაღაცებს მე არ მინდა რომ აფხაზეთი იყოს იზოლირებული მე მინდა რომ ჩვენ გქონდეს კავშირები ევროპასთან აი ამას ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს, რომ მე ანტირუსი ვარო. როდესაც დოროთე ლაპარაკობს, რომ მას უნდა რომ კავშირები კონდეს მსოფლიო პატრიარქთან, მაგალითად და არ არის გადაბჟირებული კირილეზე და კრემლზე, ესეც შეიძლება ასეთი ერთგვარი ხრიკი იყოს იმისთვის, რომ აი მაქსიმალური გარუსება რაღაცნაირად თავიდან აირიდო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეიძლებოდა დროებითი ეკონომიური კომპრომისი იმ აზრით, რომ თუნდაც კონსტანტინოპოლს განეხორციელებინა იქ დროებითი ზედამხედველობა. პატრონაჟი რაღაცნაირი. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გაეროს მისიის ეკვივალენტი შეიძლება ყოფილიყო, ხომ გესმით, რომ საეკლესიო სივრცეში, როცა შერეული მაგალითად სამხედრო პოლიტიკური ძალები ამყარებენ ვთქვათ რაღაც მშვიდობას და ქმნიან ჰუმანიტარულ დერეფნებს და ასე შემდეგ. ხო ვიცით ეს საომარ სივრცეში სიტუაციებში ეს გამოცდილება ხო საერთაშორისო ძალების თანამონაწილეობისა სამშვიდობო მისიებში. აი რაღაც მსგავსი შეიძლებოდა ჩვენი ეკლესიის მხრიდან კონსტანტინოპოლთან დაორგანიზებული იყო. ხო, მაგრამ ეს არ დაუხო საქართველოს ეკლესიამ, იმიტომ რომ რუსეთი გაბრაზდებოდა. რუსეთი გაღიზიანდებოდა, რა თქმა უნდა და ანუ არც ერთ საერთაშორისო გადაწყვეტილებაში რომელიც ეკლესიათა შორის ურთიერთობებს გულისხმობს. საქართველოს ეკლესია არ პოზიციონირებს არც როგორც დამოუკიდებელ და არც როგორც რუსეთისგან თავისუფალ. ესმით, ან ყოველთვის არის უნისონში და სინქრონში მოსკოვის საპატრიარქოსთან ეს გამოჩნდა იგივე კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელიც მერვე კრებად არის წოდებული, სადაც მართლმადიდებლური დიდი ფორუმი ჩატარდა და პრაქტიკულად ეს იყო ძალიან ფართო მასშტაბიანი კრება. საქართველოს ეკლესია არ წავიდა იქ, არ წავიდა ასევე ვთქვათ ბულგარეთი არ წავიდა, ანტიოქია, რუსეთი არ წავიდა, სერბეთის ჭოჭმანობდა რუსული ორბიტის წარმომადგენლები, ანუ რეალურად სადაც რუსეთს გავინა, ხო, ანტიოქია არის სირია. მაშინ ასადის რეჟიმი იყო თან, ეს 2016 წელი. ხო და ასადის ახლა ბატონობის ქვეშ ეს იგივე რუსეთის ზეგავლენის ქვეშ ყოფობა იყო. ცხადია და ამიტომ ეს ეკლესია ყოველთვის იყო ანტიოქიისა, საქართველოსი, ბულგარეთის და სერბეთის რუსული გავლენის ქვეშ. ყოველთვის იყო. და დღემდე ეს ინერციით მოყვება, ხო? ახლა უკრაინაში რა მოხდა, რომ როგორ გამოვლინდა არაერთი მიტროპოლიტი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, რომელიც იყო
და სამღვდელო პირი ზოგი დიაკონი პირდაპირ ჯაშის საქმიანობას რო ეწეოდა ანტი-უკრაინულს ამ შემთხვევაში, ხო? და შეფარული გადაცმული სასულიერო პირები იყვნენ ჩვეულებრივ. ხო და სანამ ჩვენთან ეს არ მოხდება, მანამდე მე შორს ვარ იმ რაღაც ვარაუდისგან, რომ თქვა დეოკუპაციის საქართველოს ეკლესიამ რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. არც ერთ შემთხვევაში საუბარი. მით უმეტეს ახლა შიოს რო დანიშნავენ მერე საერთოდ. ხო, შიო ვითომ დაიწვიან ისინი. ნახეთ როგორ იტყვიან, ისინი იმას არ გვეტყვიან ჩვენ, რომ აი არა ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, ან ჩვენი აგვიდგინოთ იურისდიქცია, ან ავტოკეფალიის რაღაცა გავლენა, ან სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მთლიანობა. ამას არ იტყვიან, სუვერენიტეტსაც მიემხრობიან ავტოკეფალიის გავრცელებასაც. როდესაც გვეტყვიან, რომ ჩვენ ვერ გავამწვავებთ, იმიტომ რომ ვინც გაამწვავა, ეტყვიან რა მოვიგეთ, აგერ შემოიჭრან რუსეთი გაიხოცნენ ჩვენი შვილები გესმით? ანუ ესე მანიპულირებენ ემოციური თემებით, რომ აბა ომი გინდათ თქვენ და ვის წინაშე, ამიტომ ამას ჭირდება თანმიმდევრული გეგმაზომიერი მოთმინებითი პოლიტიკა, მე ამის მისტიფიცირებას მოახდენენ, რომ აი ჩვენ წერი უნდა გვიყვარდეს, უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ვითარება, ხიდები კი არ უნდა დავწვათ, უნდა გავდოთ. სახალხო დიპლომატია ერთადერთი ეკლესია, რომელიც ინარჩუნებს რაღაც ზაფებს რუსეთთან მშვიდობიანს, ისიც იმისთვის, რომ პერსპექტივაში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. გესმით? ამ საკენგს ყრიან ისინი ყოველთვის. ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის მათი კრედო, რომელიც შორს მიმავალ ძრახებს ატარებს, რომელიც არის, რა თქმა უნდა, მავნებლური, არაგულისფერი და ბუნებრივი ფარისეული. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გააგრძელებენ იმ კურსს უფრო უარესად და ბრუტალურად, იმიტომ რომ ეხლა ილია მეორე უკვე ასაკში იყო და ბევრი რამ აღარ შეეძლო. და ესენი უფრო ხისტები, უფრო ველურები, უფრო ნაკლებ კულტურულები არიან მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით და თან უფრო ანგაჟირებული, იმიტომ რომ ივანიშვილმა კრებსებით პრაქტიკულად დაგვანახა, რომ დაჭერილი ყავს მარიონეტული თოჯინები, სასულიერო პირები პირადი ცხოვრების კომპრომატებით. აბსოლუტურად ყველა, ხო? ну, სხვადასხვა ტიპის კომპრომატები, ფინანსურია, ზოგი სექსუალური თავგადასავლებია, ზოგი სხვადასხვა ტიპის დანაშაულებზე საუბარი, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამით სილა გააწნა ამ ინსტიტუციას და უთხრა რომ ის რა თქვენი ხარ. ზედმეტი არ მოგივიდეთ, მე გამოგვებავთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ერთი ბატონი ყავს და იერარქია დაიცავთ, ან პუტინი მე თქვენ. თქვენ და მე ვერ ვიქნებით და ამისათვის ვიძინამ ეკლესიის პრესტიჟი ცოტა შეარყია, მაგრამ ბოლომდე არ ამოწვია, იმიტომ რომ კარგი ტრიბუნაა მისთვისაც პროპაგანდირების. იმიტომ რომ ეკლესია ლეგიტიმაციას აძლევს ბიძინას ახლა, ამიტომ ბოლომდე არ მოშლის თავის ლეგიტიმაციის წყაროს. დიახ, ამაში ესე. ვითარება არც ერთ სახარბიელოა და საიმედო სამწუხაროდ. არა, ვითარება ძალიან ცუდია, მაგრამ მე ასეთი პოზიცია მაქვს, რომ საერთოდ ყველაფერში ეკლესიაშიც და პოლიტიკურშიც და სოციალურშიც, რაც უფრო უარესად წაგვივა საქმე, მით უკეთესია, იმიტომ რომ ხალხი უნდა მიივიდეს იმ დონეზე, აი რომ უნდა გავმწარდეთ. საერთო, საყოველთაო გამწარება უნდა დაგვემართოს და უნდა გავბრაზდეთ და წავლეკოთ. ანუ სხვა გზა უკვე აღარა გვაქვს და ის რაც უფრო უარესად იქნება ყველაფერი, მით მალე გავბრაზდებით და მით მალე წავლეკავთ. აი მაგალითად კალბიტონ ელისონ მე ვფიქრობდი და მეგონა რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთს თქვა რომ ჩვენ ბოდიში უნდა მოუხალდოთ, ამას უფრო მწვავე რეაქცია მეგონა მოყოლოდა საზოგადოების მხრიდან. ხო, რეაქცია არ იყო თქვა ნელთვილი, იყო რა თქმა უნდა ჩვენ ნახეთ 300,000-მდე ადამიანები რომ გამოდიოდნენ იქ ხანრებით ხელში, მთელი თბილისი იყო მოცული, ხო? ანუ რამდენი ხანი თვეობით იდგა. აი 300,000 რო ყოფილიყო გაბრაზებული, ნახევარ საათში აღარ იქნებოდა ბიძინა. აი გაბრაზება გვაკლია მაინც რატომღაც ბოლომდე ვერ ვბრაზდებით თუ ვერ საფრთხეს ვერ ვიაზრებთ ბოლომდე თუ რა გვჭირს ვერ გავიგებ ჯერ კიდე. მეგონი საფრთხეს ვერ ვიაზრებთ. ძალიან კარგი წამოწყება ქონდა პროექტი ევროპულ საქართველოს შემდეგ დაიქმნეს ფედერალისტები, ხო? აი იმაზე რა ქვია იმას
ის გენოციდის აღიარების თემაზე ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, მე არ ვარ არ მომეწონა, იმიტომ რომ მე პირიქით თან კითხვა რო და როგორც კი დავუსვი ჩერგოლაიშვილს, პირველივე კითხვაზე ეგრევე დამბლოკა Facebook-ზე. ესენი ამბობენ, რომ აი ასია დაყენებული საკითხი. თითქოს ჩვენ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უფლება და მორალური უფლება, უნდა დავამტკიცოთ, რომ იყო გენოციდი. გენოციდს რო დაგვიმტკიცებს მსოფლიო, მერე მოგცემს დეოკუპაციის უფლებას. აი ასე აქვს საკითხი დაყენებული და ეს აბსოლუტურად არასწორია. ჩვენ ჯერ ერთი გენოციდები ძალიან დიდი ხანი მტკიცდება და ათეული წლები და ზოგჯერ ასეული წლები, ჩერქეზების გენოციდი და სომხების გენოციდი დღემდე არ არის აღიარებული, უკრაინას პირდაპირ ეთერში ვუყურებთ გენოციდს და არ უღიარებენ. საქართველოს აღიარებს ჩერქეზების გენოციდი. მარტო საქართველოს, ხო, მხოლოდ საქართველოს. ხო და ამიტომ ამის დამტკიცება და ამის აღიარება ძალიან გრძელვადიანი პროცესია. და დეოკუპაციის სტატუსი და ოკუპირებული სტატუსის ქვეყნის სტატუსი რომ მივიღე მე, იმ მომენტში ეგრევე მივიღე დეოკუპაციის უფლება. ოკუპირებული რომ დამარქვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტერიტორია ჩემია და მე დეოკუპაციის უფლება მაქვს, ოღონდ თუ მაქვს საშუალება გავაკეთებ. და აი ჩერგოლაიშვილს ისჭირს, ანუ ძალიან ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის, დორბლიანი ანტიმიშაა და აი მიშას მონაპოვარს არაფერს აღარ აღიარებს და მიშა მის რომ მოიპოვა რომ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი რომ მოგვიპოვა, ამის აღიარებაც არ უნდა და ვითომ ეს ოკუპირებული არაფერს არ ნიშნავს. ამას იგნორირებს, ვითომ ეს არ არსებობს და იმისთვის ჭირდება ეს გენოციდის აღიარება, რომ ვითომ ამითი მოიპოვოს უფლება. ამიტომ უფლება მე დიდი ხანია მაქვს, 2008 წლიდან მაქვს შესვლის უფლება. ოკუპირებული დაარქვა უკვე მსოფლიო. ამიტომ ეს არა. ეს დათქმა იქ არსებობდა თუ ასეთი მიმართება, ეს რა თქმა უნდა არასწორია და ახლა ოკუპაციას კი, მე ძალიან დიდი ლამის ორთვიანი მიმოწერა მქონდა იმ ადამიანთან, რომელიც ამის ყველაზე ისეთი პირველი ავტორი იყო, მალხაზ პატრაია. მან მიიტანა ეს. დამატებით ამ საკითხზეც იმუშაობს სახელმწიფო და ყველა ტრიბუნა გამოიყენოს. ამას არ ჭირდება ახლა ჩერგოლაიშვილი და არ ჭირდება რაღაც ალკეული პოლიტიკური პარტიის აქტივობა. ხო, სახელმწიფო უნდა გრძნობდეს ამას, რომ დამატებითი გარემოება დეოკუპაციის ხელშემწყობი და არა განსაზღვრელი, მაგრამ ხელშემწყობი შესაძლოა ესეც ყოფილიყო, რია. რომ ჩვენ ამაზე გვეშავა ყველა მაგალითად ამაზე რა თქმა უნდა პარალელურად მუდმივად ვიმუშავებთ ამაზე, მაგრამ ჩვენ იმას არ დაველოდებით, რომ სანამ ეს არ მოხდება, მანამდე მე აქ უნდა ვისწრებდე სახში ვერ უნდა დავბრუნდე. ეს ერთი. ხო. მე ყველა შემთხვევაში მაგ მორალური ძალიან ცუდი, ანუ ბევრი ეს რამოდენიმე წელია უკვე ეს გენოციდის თემა არის ისეთი გაღვივებული და ძალიან ცუდი წარდგენა ქონდათ ამ თემის და მე სიტყვებზე გამოვეკიდე მათ. ესე რომ აი უნდა მოვიპოვოთ მორალური უფლება იმისთვის, რომ აღვიდგინოთ სახელმწიფო რას ნიშნავს მორალური. საერთოდ რო არ ყოფილიყო გენოციდი და მე უბრალოდ გამომაგდეს სახლიდან. არა, მაქვს მორალური უფლება, უკვე მაქვს, როცა გამომაგდეს, მაშინ დაბრუნების ავტომატურად უკვე მქონდა. არანაირი მორალური უფლების მოპოვება არ მჭირდება. თვითონ, ანუ მოკლედ რა, თემა სწორია, მაგრამ არასწორი კუთხით იყენებს პოლიტიკურად თვითონ ეს პარტია ამ თემას. გენოციდზე ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არანაირი არც წინაპირობა, არც არაფერი არ იქნება დეოკუპაციის. დეოკუპაცია მოხდება ყველა შემთხვევაში, გენოციდი რო არასდროს არ გვიღიარონ მაინც. ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია. რომ შეიძლება ყოფილიყო დამატებითი ფონის შემქმნელი საზოგადოებრივი აღქმისთვის, გულისხმობს საერთაშორისო საზოგადოებას. თან ამ გენოციდის თემით ბოლო დროს ისე ძალიან манипуლირებენ სოციალისტები და მემარცხენეები და რაღაცეები, ისრაელს აბრალებენ ღაზის გენოციდს, ლამის ამერიკას დააბრალონ ახლა ირანის გენოციდი და ეს გენოციდის თემა ცოტა ბოდიში და გატურხებულიც არის იმდენი ადრევს. გეთანხმებით, კი, ამაზე დიდი სიფრთხილეა საჭირო, რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩვენ იმდენად აშკარად და ზედაპირზე მყოფად გვაქვს ეგ რუსების მხრიდან ქართულთა გენოციდი, რომ ჩვენ არ გვჭირდება ამით სპეკულაცია, არ გვჭირდება ინტერპრეტაცია, ამაშია საქმე. და თანაც მეორე მხარეს დგას რუსეთი, ხო? ვიცით, ანუ ვინც რეალურად ყველასთან ყოველთვის ყველანაირ საერთაშორისო ნორმატივებს, ვალდებულებებს და მორალურ გარემოებებს არ ყოველთვის დიახ.
თავით ამ ის სადაც იბრძვის, ყველგან გენოციდის განწყობით იბრძვის. ხო, აი ჩეჩნეთშიც იგივე გააკეთა ხა 70,000 ქალი გაუპატიურეს მარტო ჩეჩნეთში, როდესაც ეს სისხლიანი რამდენიმე წელი მიმდინარეობდა ხო ძალიან მწვავე რეჟიმში ეს ომი და ბოლოს იმდენ იქნეს, რომ დაიმონეს ეს ხალხი, ეს თავისუფლების მოყვარე ხალხი, იჩქერის რესპუბლიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში რა ქნეს, ხო? ანუ ამ კადიროვის რეჟიმით და იგივე ხა ჩერქეზებს რა უქნეს, ხო, საქართველოს თორცებს სააკაშვილის დროს აღიარა გენოციდი, ხო, სხვა სარუღიარებია, ბევრს ყოველში არ ვიცი რაოდენობა ვინ აღიარეს, მაგრამ ჩვენ ვიცი რომ აღიარეთ. ხო, მაგ პერიოდში და მე მგონი 2009 წელს, 2009-ში, 2010-ში იმ პერიოდში ძალიან ბევრმა არა ერთმა კონკრეტულმა ჩერქეზმა, რომელმაც იომა თავის დროზე ჩვენ წინააღმდეგმა და ისეთი აფხაზეთში გმირად იყო, მანამდე გმირის სტატუსი ჰქონდა, მე გაიფუჭა სახელი, იმიტომ რომ ძალიან პროქართველი გახდა, პროქართველი ბჭყალებში, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი არასწორი სიტყვა ტერმინი არის სხვა რა ვთქვა, მაგრამ მაგ პროქართველობის იმის გამო რომ ჩვენ ჩერქეზების გენოციდი ვაღიარეთ, ის უცებ გახდა პროქართველი და ბოდიში სისულელე იყო, არ უნდა გვეომაო, რაღაცა და ესეთი რაღაცები დაიწყო მე საუბრები და ну, ამისთვის გააკეთა რა თქმა უნდა თავის დროზე მიშა ეს რომ ესეთი რაღაცა მოტრიალება მომხდარიყო. მე იმაზე ბევრი ვიფიქრე, იცით, აი ხელისუფლება რომ აფინანსებს ახლა აფხაზეთში მცხოვრებთათვის რაღაცა იქ სამედიცინო დახმარება. მე პირადად ამაზე რომ დავფიქრდი, ჩემი აზრით წამგებიანი, იმიტომ რომ ისინი ამას უყურებენ არა როგორც შენი მხრიდან წარმოებულ მზრუნველობას, როგორც მის მოქალაქეზე, არამედ როგორც კომპენსაციას, მატერიალური ზიანის ანალოგიას. როგორც რეპარაციებს, ლამის რეპარაციებად აღიქვამს. დიახ, ამიტომ ჩემს უნდა შევწყვიტოთ ეს ძალიან დიდი უთანმოყვარეობა. ათმე და რუსებმა ამკურნალონ. ვისაც თვითონ დაემორჩილნენ, ხო, საბოლოო ჯამში. ნები თუ უნებლიეთ ვისანკესაც წარმოიქმნათ. ასე რომ ეს გადაყრილი თანხებია ჩემი აზრით. ხოლმე ყველა ჯანმრთელობას უსურვებ. იმას არ მომგო იქ ვიღაცა მოკვდეს წამლის გარეშე და ოპერაციის გარეშე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ აღიქმება იქეთა მხარეს იმგვარად რომ შემრიგებლური ნაბიჯია თითქოს ეს არის პროცესებში ძალიან ბევრი და დიდი კორუფცია, ამიტომ ახლა კოცები მაგ კორუფციას არ გავთიშავენ და თავის ჯიბეზე ხაფულებს არ დაიკლებენ, ამიტომ ბუნებრივია. ისევე როგორც ახლა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა რომ არსებობს, ის ნომინალურად ზის თბილისში და იქაც ვიცით რომ კოლოსალური თანხები იმ მთავრობის მოგონილია ეს პროგრამა, იმ მთავრობის დანიშნულია და ზუსტად იმ მთავრობის ჯიბეებში მიდის იმ კორუფციის თანხის ნაწილები. იგივე ეხება შუქსაც. ყირიმს უკრაინამ წყალი გაუთიშა, როცა ყირიმი ანექსირა რუსეთმა და ჩვენ შუქს თან ისევ ამუშავებთ უკვე, რომ ენგურის მთლიანად იქით მიდის, ადრე მხოლოდ 40% მიდიოდა. მერე ბიძინამიკ ჩაიტანა თავისი კრიპტოები იმისთვის, რომ იქით უფასოდ მიდიოდა შუქი და თავის კრიპტოფაბრიკები აფხაზეთში გააკეთა და მთელი შუქი, მთელი ენგურ-ჰესი ბიძინას კრიპტოებს ანუ ამუშავებდა და საქართველოს შუქს ყიდულობს. და მთელი ენგურის შუქი იქით მიდის უფასოდ. კი, რამდენი წელია ეს, ანუ რაც კრიპტოები გაჩნდა 14 თუ 15 წლიდან, როდის გაიჩინა, იმის მერე აი ამ შავ დღეში ვართ და შუქი უფრო ძვირდება და ზვირდება, ჩვენ იქით უფასოდ ამას ვაგზავნით და თან ამას მერე კრიპტოები ჭამენ, იქით უფასოდ გაგზავნილ ფულს. სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად პირადი რაღაც როგორც ჰოლდინგი და კორპორაცია ისე ჩაისვა ჯიბეში ივანიშვილის რეჟიმმა და პირადად მან საქართველოს სამწუხარო და საუბრობ. ან ორივე ნაწილი ოკუპირებულიც და ვითომ არა ოკუპირებულიც. ეს კატასტროფა, სირცხვილი ჩვენი აუგუსტს პრაქტიკულად. რომ ეს დავუშვით. აბა თუ კარგად რა ზამატებდით გიორგი, იმიტომ რომ მე კითხვები როგორც ასეთი უკვე გამოვჩნდა. არაფერს მე მგონი მაინც მიმოვიხილეთ თიანობაში. მე არ მინდა რომ რაღაცნაირად ისე პესიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ, მაგრამ არა, პესიმისტურ ნამდვილად არა, ჩვენ ძალიან ახლო მომავალში გვაქვს საერთოდ დეოკუპაციის პროცესი, აუცილებლად ვიზამთ ამას და საქართველოში ძალიან ბევრი ქართველი ზუსტად იმისთვის იბრძვის, რომ მე დეოკუპაცია აქ მოიტანოს. გიჟი არავინ არ არის, რომ მარტო უკრაინისთვის იომოს. ერთი რაც ყველაზე კარგი არის საერთაშორისო სივრცეში, ეს მოწონს თუ არ მოწონს ქართულ ოცნებას, თქვენ წარმოგიდგენთ რაზე გვიწევს საუბარი, ხო? ჩვენს ხელისუფლებას მოწონს თუ არ მოწონსო.
მაინც ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ესე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა გრძელდება უპყრობოდ, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე ნატოს მხრიდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ისე წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან. ანუ აქ ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოში არის რეჟიმი, ტოტალიტარული უკვე, არა თუ რაღაც ავტორიტარული და ეს არის რაღაც დროებითი სახადი და აუცილებლად განახლდება შემდეგ ხიდების, ურთიერთობების მოლაპარაკებებიც და მეტი დოვლათი შემოვა საქართველოში და თუ რუსეთი აი ამ საერთაშორისო ჭიდილში რაღაცნაირად შესულთდა, შესაძლოა ძალიან უმტკივნეულოდ და აბსოლუტურად რუსის ხლოც მოხდეს დეოკუპაცია. არანაირი რაღაცა. ისხლოდ ერთი ორი რუსი მაინც უნდა მოკლას, მთლად უსისხლოდან. ცოტა შეიძლება არაქრისტიანულად ჟღერდეს, მაგრამ არა, ეს შეიძლება ისედაც მოხდეს, ხო, იგივე აგერ უკრაინაში ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 500-დან 700-მდე სამხედრო რუსი და ის რუსები, რომლებიც ახლა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დგანან ჯარისკაცის ფორმით, ისინი ან ჩვენ ისინი განადგურებით უნდა გავყაროთ და განადგურებით უნდა მოვაშოროთ ტერიტორიას. მე ზოგადად დაშვებული ბოროტების მომხრე ვარ სახელმწიფოს მხრიდან, რაც თავდაცვას ეხება, ხო და როცა წერი შემოჭრილია და ის ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევია, რა თქმა უნდა, მე მოვალებ, რომ თუნდაც מחვილით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და წერი რუსი იქნება თუ ყაბარდოელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველას უნდა გაუცდებით შესაბამისად. უმებრივია, რა თქმა უნდა. ბასილ კობახიძე ადრე ძალიან აქტიური იყო Facebook-ში. მე რამოდენიმეჯერ დაბლოკეს და მე კი თითქოს განბლოკეს, მაგრამ თავისი აქტიურობა არ აღადგინა და რატომ არ აღადგინა, თქვენ ხომ არ იცით? ხო, ბასილ კობახიძე საფრანგეთში ცხოვრობს, მას ჰქონდა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები. მასთან მეგობრული კავშირი თქვენ? კი, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენ, მაგრამ ბოლო პერიოდში აღარ გვაქვს კონტაქტი, იმიტომ რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თან აქ ჰიპერტონია, ანუ მაღალწნევიანია, ჰქონდა მამალდროულად ცოტა დეპრესიული ფონიც და დროებით ექიმებმა ურჩიეს საჯარო აქტივობისგან თავის შეკავება, რადგან ემოციური პიროვნება მგრძნობიარეა, პატარა ნერვიულობაზე ცუდად ხდება. ხო და ამიტომ დროებით პუბლიკისგან თავს იკავებს. კი ძალიან უნდა ვიცი და სულ ვერ ითმის, მაგრამ ოჯახიც არაფერს საშუალებას, რომ ასეთ სუიციდურ აქტზე წავიდეს. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეიძლება მართლა გულშეთება დაემართოს, რამდენად ემოციურად განიცდის ხოლმე უსამართლობას. არდა მისი პოზიციები ყოველთვის იყო ძალიან მართკვეთელი, ძალიან ისეთი ობიექტური და გაბედული და ყველა საკითხზე, პოლიტიკაზეც, რელიგიურ თემატიკაზეც, საზოგადოებრივ საკითხებზეც და უაღრესად დასაფასებელი პიროვნებაა. უაღრესად საპატრიარქოსი და ისიც ერთ-ერთი მსხვერპლი არის საქართველოს საპატრიარქოსი. დიახ, ისევე როგორც მამა ილია ჭიღლაძე, ისტორიკოსი, მე მინდა გირჩიოთ მასთან კომუნიკაცია იქნებ მოიწვიოთ თქვენს შესანიშნავ. თავინიშნო ილია ჭიღლაძე, ყოფილი მღვდელია, ისიც როგორც ბასილ კობახიძე ამბობდა, ეკლესიაში დღეს ყველაზე საპატიო სტატუსი ყოფილი მღვდლობაა. ყველაზე ღირსეული სტატუსი ეს არის, იმიტომ რომ როცა მაგ რეჟიმს არ ემონები და საკუთარ თავს შეცდომ განიყენებ. მან თავადაც დატოვა დასაჯა ცოტა ხანი საპატრიარქომ და მე თავად დატოვა მღვდლობა პროტესტის ნიშნად, რასაც ხედავს ამ რეჟიმში. ძალიან საინტერესო ადამიანია, ჩემი მეგობარია, მამა ილია ჭიღლაძე, ირაკლი ჭიღლაძე, უფროსი სახელით სადღეისოდ და არის ისტორიკოსია, დოქტორი, ამავდროულად არის სამართალმცოდნე, ასევე არის კარგი თეოლოგი, სიძველით დამცველი და ბევრ საკითხებში კომპეტენტური პირი, მათ შორის პოლიტიკურ თემატიკაზეც ჩვენი თანამოაზრე და თანამებრძოლია. მე დარწმუნებულად თქვენ ახთოვანდებით მასთან ურთიერთობით, თუ შეესწრებით კავშირზე დასვლას. კარგი, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვისაც, გამრჩევისთვისაც და მომავალ შეხვედრამდე. საქართველო იქნება დაოკუპირებული. ამინ, აუცილებლად. მადლობა. კარგი საღამო.